აქტუალური დისკუსია სპორტულ თემაზე. გამარჯვებები, მიღწევები, პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და პროგნოზი, თამამი კითხვები და კომპეტენტური პასუხები. სპორტი ყველასთვის. დავუთმოთ მეტი დრო ქართულ სპორტს. რადიო იმედის ეთერშია სპორტის თემა. ვახო გაფრინდაშვილთან ერთად. შუადღე მშვიდობის პარასკევია ეთერშია სპორტის თემა. დღეს ვისაუბრებთ ქართული ფეხბურთის შესახებ. კრისტალბეტ ეროვნული ლიგა, რომლის დაწყებიდან უკვე 5 ტური მიილია და ვინ თუ არა დავით მინაშვილი, რომლის გარეშეც არც ერთი ტური არ ჩატარებულა. მასთან ერთად ვისაუბრებთ. საინტერესოს დაიწყო სატურნირო ცხრილში ძალიან საინტერესო ვითარებაა. მოულოდნელობები უფრო ცხრილის ქვედა ნაწილშია, თუმცა მაინც ზოგადად მაყურებლის პერსპექტივიდან ჩანს რომ პროგრესი უნდა იყოს გარკვეულ გუნდებთან მიმართებაში. ასე რომ ვისაუბრებთ ჩვენს შიდა ჩემპიონატზე და ევროტურნირების პერსპექტივაზეც. დავით, შუადღე მშვიდობის, მადლობ რომ გვესტუმრეთ. მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისათვის. კაი დასაწყისი იყო მეტი ვისაუბროთ ქართულ სპორტს. მაგას რა ჯობიათ, ან ობიექტურად ამის შესაძლებლობას ქართული სპორტი იძლევა და მოგონება არ გვჭირდება ჩვენ რაღაცა უცნაური თემების. დავით, 5 ტურმა ჩაიარა უკვე 11 ქულა აქვს იბერიას და დინამო ბათუმს და ცხრილის უკანასკნელ ნაწილს საფეხურზე არის ქუთაისის ტორპედო, 1 გამარჯვება, 4 წაგება. თუ შეგიძლო რომ დაშვების დონეზე ეს მოცემულობა გაგიაზრებინა, თუნდაც 5 ტურით ადრე. არა, 5 ტურით ადრე ამას ვერავინ ვერ წარმოედგენდა და სეზონის დასაწყისში თუ ვინმეზე საუბრობდით რომ მთავარი ფავორიტია, პირდაპირ არა ერთ-ერთი, არა პირდაპირ სიტყვას ვიძახი მთავარი, ეს იყო ქუთაისის ტორპედო, მაგრამ პირველი ძალიან რთული მოგების შემდეგ თბილისში გაგრასთან გუნდმა წააგო 4 მატჩი. ყველა მატჩი ვნახე, ყველა აქედან უმეტესობაზე მე თვითონ მომიწია მუშაობა და 4-ზე 5-დან 4-ვე წაგებულზე, რაც უცნაური არ უნდა იყოს, ჩემბრალი არ არის. და უბრალოდ ერთი რამის თქვა შემიძლია, რომ გუნდი ძალიან შორს არის იმ ოპტიმალური კონდიციებიდან, რაც შეიძლება საჩემპიონო ამბიციის გუნდს კონდეს. კი, გამოსწორებადია, ყველაფერი დრო არის, სულ 36 ტურია და წინ ძალიან ბევრი დროა. თან ეხა უბრალოდ ის გავიხსენე. 5 ტური წინა სეზონში 5 ტურში ტორპედო 3 წაგება ჰქონდა მაშინ. მაშინაც იგივე სიტუაცია იყო, რომ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი და ეს ყველაზე გაძლიერებული გუნდი შემადგენლობით შეიძლება ის გუნდი ცოტა უკეთესიც კი იყო, იმიტომ რომ არაბიძე თამაშობდა, კიდე სხვა ფეხბურთელები იყვნენ და ეხლა 4 წაგება აქვს, მაგრამ მაშინ სხვა გუნდების ხარჯზე ცოტა შუაში იყო ცხრილში და ეხლა ისე აღმოჩნდა რომ ბოლო ადგილზეა, აი ვინმე თუ იტყოდა ერთი თვის წინ რომ ქუთაისის ტორპედო 5 ტურის შემდეგ ბოლო ადგილზე იქნებოდა, ალბათ აი შეურაცხად გიჟად ჩათვლიდნენ, იმიტომ რომ თუნდაც ყველანაირი პრინციპით რომ ავიღოთ, ხო რა, აი რით სახელდება ფავორიტი, ხო? იქ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ფინანსებით დაწყებული, თვითონ გუნდის შიდა მდგომარეობა, თავარი ფავორიტი. შემადგენლობა, თავარი რაც არის. უბრალოდ ერთადერთი რაც არის გამოჩნდა, ეს იყო ამის შიში და ამაზე ვთქვით კიდევაც. მთავარი მოვიდა ცოტა გვიან. შეკრების მიმდინარეობის პროცესში როგორც მე ვიცი. შეკრების დასრულების პროცესში მოდი მე ესე დავამატებ, იმიტომ რომ 3 კვირით ადრე ჩემპიონატის დაწყებამდე დაახლოებით. ეხლა ზუსტად შეიძლება დღეებში ნუ გამომეკიდება, ნუ რა ვინ, სადღაც თუ არ ვწდები 10 თებერვალი იყო და 28-ში ჩემპიონატი დაიწყო და აქედან გამომდინარე ძალიან გვიანი იყო და რაც ყველაზე ცუდია, ფეხბურთი და გუნდი იყო დაკომპლექტებული. დაკომპლექტებულ გუნდში სეზონის წინ ახალი მთავარი მწვრთნელი რთულია. სპეციალისტი მოვიდა, რომელსაც აქვს მსგავსი სპეციალისტი საქართველოში არ ყოფილა. ეგეთი კვალიფიკაციის მწვრთნელი? არ, კვალიფიკაციას თავი დავანებოთ, კვალიფიკაცია არ ვიცი, მაგრამ ტიტულით ბუნდესლიგის 5 ჩემპიონატი არსებობს, ხო, ყველა კარგად ვიცით, ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელი. ეს არ არის არ ჩემი, არ შენი, არც არავის მოგონილი, ეს არის ჩვეულებრივი ფაქტი. დღეს 21 საუკუნე ინტერნეტში რომ შევიდეთ და ვნახოთ, ვინ არიან 2002 წლიდან ტარდება ეს გამოკითხვა, ვინ არიან ბუნდესლიგის საუკეთესო მწვრთნელები, ყველა გადავხედავ და ერთადერთი, რომელსაც ტიტული არ ქონდა იმ წელს მოგებული და მაინც გახდა გამოკითხვით საუკეთესო არის დირკ შუსტერი. თავისი გუნდით, რომელიც მესამე ლიგიდან, აი ესე მეოთხედან უკაცრავად,
მეოთხე ლიგიდან მიზან მიმართულად ამოიყვანა გუნდი ბუნდესლიგაში და ათამაშა და ამ კვალიფიკაციის სპეციალისტი კი შეიძლება ეს იყო 10 წლის წინ და შეიძლება დიდი დრო გავიდა ვიღაცა თulis, მაგრამ თან ყველაფერს თავიდან კარგი ფეხბურთელიც იყო თავის დროზე და ხა რა ვიცი, შეგვიძლია გავიხსენოთ ეხა სხვა თემა გვაქვს სასაუბრო უბრალოდ, მაგრამ და აი ესეთ სპეციალისტი ჩამოდის მარტო არა ასისტენტთან ერთად იქ სტაფით შეთანხმებული ყავდა და უცებ ეს შედეგი მე ძალიან დიდი იმედი მქონდა, იმედი არა, ფიქრობდი რომ აი მეხუთე ტურში როდესაც უკვე სანაკრებო პაუზა იყო ორკვირიანი შესვენება იქ ორი ფეხბურთელი დაამატა გუნდს ამხანაგური ითამაშეს ხო ამხანაგური ხა სომხეთში წავიდა და რა ვიცი ხა დღეს გამოდის რომ ტოპ გუნდ შევხვდითო და ნოარი ტოპ გუნდი დღეს ჩვენი საზომი ძალიან ცუდია ეს. მოკლედ მე ხა თბილისის დინამოს გულშემატკივარი ვარ, იმიტომ რომ ჩემი ქალაქის გუნდია და ყველაფერს უთავი დავანებოთ, მაგრამ ხო ჩვენი ბავშვობა არის უბრალოდ ჩემთვის ჩემი ბავშვობა არის. ნუ არა გულწრფელად აი ზესტაფონსაც ძალიან ვქომაგობდი მართლა, ნუ ვქომაგობდი ქუთაისის ტორპედოსაც და ეხაც ვქომაგობ და ვუქომაგებ ყველა იმ გუნდს რომელსაც ყავს კერძო ინვესტორი და აი ყველა ქუთაისის ტორპედოს წაგება თითქოს ერთი თავში გაფიქრება მომდის რომ ვაიმე ეს ფლობელები ეხა მეპატრონები არ გაბრაზდნენ და არ მიატოვონ ეს დაწყებული საქმე შუაში. რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი საფეხბურთო წარსულიდან ის რომ აი ეს კერძო ინვესტიციებით განხორციელებული შექმნილი გუნდი კონკრეტულ წარმატებას ხელშესახებ შედეგს უნდა აღწევდეს, რომ მე ეს ტემპი არ დაიკარგოს. აი ზესტაფონი ბოლო მომენტში გაჩერდა. მაშინ ერთ ნაბიჯში ევროპა ლიგისგან. აი და ტორპედოზის გულწრფელად ცოტა ამ საკითხმა ამანერვიულა. არა, იცი რა არის, შენ მართალი ხარ, საწინდარი წარმატების რეალურად არის, აი ესეთი რაღაცა შემიძლია ყოველთვის თქვა. კერძო სექტორი, რომელიც მათ უნდა დააფინანსოს, ხელშეწყობა, რომელიც აუცილებლად უნდა კონდეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან და გულშემატკივარი. როცა ეს სამკუთხედი იკვრება, მაშინ წარმატება მოდის. აი ეს იყო ბათუმის დინამოს სულ რამდენიმე წლის წინ, რადგანაც იყო და არის ძალიან კარგია რომ არის კერძო მფლობელი, სრული ხელშეწყობა, სტადიონი კერძო არ არის და ვერ იქნება ეს სტადიონი დღეს საქართველოში კერძო მფლობელის ხელში, საქართველოში კი არა უმეტეს ქვეყანაში კერძო სტადიონები არ არსებობს, არის მუნიციპალური სტადიონები და ის ქალაქი რაღაცა თავისი დოზით ასე ვთქვათ, შედის კლუბის წარმატებაში, იმიტომ რომ იქ სტადიონია, იქ კიდე ბევრი რაღაცა, იქ გადასახადი, ძალიან ბევრი თემა არის. სახელმწიფოს ამას გულისხმობს და არა ის რომ ფული დააფინანსოს. იქ სხვა საკითხია და გულშემატკივარი, რომელიც გვერდში უნდა ყავდეს და გულშემატკივარს თავისი როლი აქვს და ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში. აი ეს სამი, როდესაც ერთმანეთს კარგად ეწყობა და სამივე მაღალ დონეზეა, მაშინ წარმატება მოვა. ქუთაის ტორპედო არ არის ერთწლიანი პროექტი, ხო ხედავთ ფაქტია. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხანდახან ყველას რჩება შტაბ-შეტლება მე არ ვარ გამონაკლისი, რომ ეს ფული რამდენად იხარჯება სწორად. მაგ საკითხს ჩვენ დაუბრუნდებით ლეგიონერებთან დაკავშირებით. ნუ ყველაზე ნაკლებად ალბათ ტორპედოს შეიძლება დავდოთ ბრალი, რომ არაკვალიფიციური ლეგიონერები ჩამოყავთ. უმრავლესობამ გაუმართლა, თუმცა შეიძლება ესეც საკამათო იყოს. დაუბრუნდეთ ლიდერებს. იბერია 1999, დინამო ბათუმი, იბერიამ ბოლო ორ ტურში ქულები დაკარგა. მოსალოდნელი იყო ახლა ეს ჩოვლები. ახალგაზრდული გუნდია და მე მგონი აი ყოველთვის აი ეს პრობლემა აქვს იბერიას ყველა შემადგენლობას. ყველა სეზონის წინ ფანტასტიკური გუნდი ყავს და აი სადღაცა მე-5, მე-10, მე-14 ტურებში აქ ხოლმე 2-3 თამაშიანი შარშან მოხდა, იგივე მოხდა. იბერიას წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რაც არის და მთავარი საფუძველი აკადემია. ასეთი არის ორი გუნდი საქართველოში, დინამო და იბერია, მეტი არ არის სამწუხაროდ, თავისი აკადემია, როცა უნდა და ნელ-ნელა მოდის ფეხბურთელები. ნუ ლოკომოტივი დაბალ ლიგაში. ლოკომოტივის აკადემია არ არის ინდონეზია, რომ დღეს თქვათ რომ ფეხბურთელებით შეივსება, ამის სურვილი ჰქონდათ ლოკომოტივის ხელმძღვანელს, მაგრამ ამან არ გაამართლა, იმიტომ რომ უბრალოდ ის თამაში, როცა გუნდი ის სეზონი, როცა გუნდის გაახალგაზრდობა დაიწყო, გუნდი გავარდა და ძალიან ცოტა ქულა. მე რეკინაღამ მეორე ლიგი და მესამეში გავარდა. ლოკომოტივის აკადემია არ არის სამწუხაროდ, რაც მე მეტი იქნება უკეთესი მსგავსი აკადემია არის იბერია და დინამო დღესდღეობით ეს ორი აკადემია, რომელსაც ყოველ წამს შეუძლია ფეხბურთელი მიაწოდოს დიდ გუნდს. აი ეს არის მთავარი. აი ეს არის მთავარი აქ და იბერიას წარმატების საფუძველი არის ეს, ზუსტად რომ აი ეს ფეხბურთელები. იბერიამ დაკარგა ყველა რგოლში, ასე ვთქვათ, ლიდერი. მიმდინარე სეზონი, რაც ძალიან სულია. მთავარი მწვრთნელი შეინარჩუნა. ხო, მთავარი მწვრთნელი შეინარჩუნა, ეხლა მთავარ მწვრთნელს არავინ არ არჩევდა, იმიტომ რომ სეზონის შუაში მოვიდა. მაგრამ მაინც გონია რომ აი ამ ფორმაციის იბერიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლევან ხორღალიძე. მე იგივეს დავამატებ, რომ გიორგი მიქაძესა ძალიან დიდი კარგი საფუძველი ჰქონდა ჩადებული. ოღონდ რაც სერია ჰქონდა გასულ სეზონში. უბრალოდ სერია ჰქონდა, წავუგე მესამე ადგილი დაამთავრა წრე.
თასი ჯერ არ იყო დაწყებული ამ გუნდებისათვის, ასე რომ ეხა ლოგიკურად რომ ავიღოთ რატო უნდა გავანთავისუფლოთ მწვრთნელი არაა ამის საფუძველი. იმიტომ მესამე ადგილზე ვარ, კი, ჩამორჩების 7 ქულით ლიდერს. შენზე უფრო ფინანსურ ძლიერ გუნდებს უსწრებ. მაცალე კიდე 2 წრე, ხო? მაგრამ იქ არ ვიცი ხა ხელმძღვანელობა მიიღო გადაწყვეტილება და ლევანი ძალიან კარგი მწვრთნელი, ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ახალგაზრდა სპეციალისტი, ალბათ რაც შეიძლება ვთქვათ და ნუ ხა ლევანის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ის რომ კოხრეიძე წავიდა და ნუ ჩვენ გუნდებს აქვთ ეს მომენტი ფეხბურთელი, როცა მიდის, მწვრთნელი მიდის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩამოვართვით ხელი, არ გამოდის არანაირი ინფორმაცია, ან თუ გამოდის მხოლოდ კულუარებით და ოფიციალურად არ კეთდება არაფერი, ნუ იქ იყო რაღაც პრობლემები ალბათ და წავიდა კოხრეიძე, წავიდა სილა, წავიდა ტეიდი, რომელიც გუნდში მოვიდა და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მამაგეიშვილი. წავიდა, ეხა მამაგეიშვილის ტრანსფერია, რაღაცა ესე ტრანსფერები როცა ხდება, ეს უპირიქით კარგია. მამაგეიშვილი გამონაკლისია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მამაგეიშვილი წავიდა პორტუგალიაში, არ არის არც პორტუ, არც სპორტინგი, არც ბენფიკაის გუნდი, მაგრამ ეხა ის არის პორტუგალიის უმაღლესი ლიგის გუნდია და მიეწერესი ბიჭია მამაგეიშვილი და თან ტრანსფერში ფული გადაიხადა საკეს. რაც ყველაზე უცნაური ხა სხვა თემაზე რაღაც წამით გადავალ რამას ვანაძეს რომ ვისაუბრებ თავარი არის ხა ახალგაზრდულისთვის ეს ბიჭები მოეწყნენ კარგად და ტრამვის გარეშე ითამაშონ რაც უნდა იყოს წარმატების საფუძველი ამიტომ მამაგეიშვილის ტრანსფერი პირიქით არის მაგრამ ეს რომ დაკარგა და აი ზუსტად რასაც რითიც დავიწყე შევსება მიიღო მაინც გუნდმა შევსება მიიღო ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან უბრალოდ ერთადერთი რაც იქნება პრობლემა ცოტა ხანში ალბათ არის ძალიან მოკლე სათადარიგოს კამი. ის ბიჭები, პატარა ბიჭები, 17-18 წლის ბიჭები, რამე რომ მოხდეს, ხო? ლიდერის ფუნქციას ვერ აიღებენ თავის. ფიზიკურადაც ვერ გაუძლებენ. ისინი არიან ნიჭიერები, მაგრამ მათ ჭირდება დრო და მათ გვერდზე უნდა იყვნენ გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც შექმნიან გუნდს. ისეც, რომელიც არ შეგვარცხვენ საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის წუთიდან პირველი თამაშის ბოლომდე. სამწუხაროდ ეგეთი მოკლე პერსპექტივები გვაქვს. ხო, ეს ბოლო პერიოდი სუმაგაც ვიძახი ოსნება მაქვს მეთქი შემოდგომაზე UEFA-ს ტურნირი ჩატარდეს საქართველოში მატჩი UEFA-ს ეგიდით მაგრამ შემოდგომაზე კი არა აგვისტომდე ვერ მივედით მეორე კვირამდე ვერ მივდივართ მოკლედ ნეგატივი არ მინდა რომ შემოვიტანოთ მაგრამ ფაქტი სახეზეა ნუ დინამო ბათუმისგან უფრო მეც ველოდი ამ 5 ტურის შემდეგ თუნდაც შემადგენლობის დაკომპლექტების თვალსაზრისით დინამო ბათუმი არის მთავარი სიურპრიზი ჩემი აზრით ხო აი ამის თქმა მინდოდა მე მეცველოდებოდი არ არის ის ხარისხი ჩემი აზრით პირადად მაგრამ ამ გუნდს ემჩნევა პერსპექტივა ამ გუნდს ემჩნევა რესურსი იმისა რომ მოუმატოს და ძალიან მაღალ დონეზე დაიჭიროს თამასა აი გორის დილაკი ტრადიციულად უცნაურად კარგი გუნდია კი ნუ ბათუმის დინამოზე მე ჩემას ვიტყვი რომ ეს მართლა მოულოდნელია იმიტომ რომ რთული აბსოლუტურად ახალი გუნდია ხა რამდენიმე ფეხბურთელი დარჩა მაგრამ ბირთვი 2 წლის წინ რაც იყო დინამო ბათუმი კობახიძე რომელიც ტრამვირებულია სამწუხაროდ და ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფეხბურთელის ტრამვა იმიტომ რომ მეორე ცენტრალური მცველი გუნდში არ არის ეხლა მიიყვანეს ნაკრების სატრანსფერო ის სანაკრებო ფანჯრის დროს სამგურალის ყოფილი კაპიტანი თუ არ ვცდები მანამდე ის კი არის გოლში მივიდა ის გოლში მიიყვანეს კი კაპიტანი გოლში გადავიდა მარჯვენა მცველია ბათუმის დინამოზე არიან ლეგიონერები რამდენიმე კარგი ლეგიონერია ითვლება მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც ადგილობრივ ახალგაზრდა ფეხბურთელებზეა გაკეთებული და რაც ახასიათებს აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ გიას კონდეს ჭიაბრიშვილს ნდობა რაც ძალიან კარგი იმიტომ რომ გიას ახალგაზრდებთან მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და პლუს ამას ძალიან კარგი ხედვა აქვს აი ეს კარგად გრძნობს გუნდს და მას შეუძლია გუნდის შეკრა ეს თამაშები ბოლო 2 რაც მოიგო და მოიგო ტორპედოსთან და დინამო თბილისთან 9 კაცით ნუ ბოლო 10 წუთი 9 კაცით იყვნენ ეს თამაშები გუნდმა მოიგო აი მჟინით ბრძოლის უნარიანობით მონდომებით კი თამაშ ხარისხი შეიძლება არ იყო განსაკუთრებული მაგრამ რაც ეხლა სამი ქულაა ფეხბურთში მთავარი და ესე როდესაც ხდება გუნდი თამაშებს და ესე იგებს თამაშებს ხარისხიც მოვა შესაბამისად გაძლიერდება გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში ზაფხულში და მე ვფიქრობ ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ბათუმელთათვის იმიტომ გორში ჩადიან გორში ჩადიან და გორის დილა რომელიც აი სეზონის ბოლომ დაწყებამდე ფაქტობრივად არ ვიცოდით რა შემადგენლობა იყო იმიტომ რომ ყავდა ფეხბურთელები არ ყავდა ბევრი მოვიდა მწვრთნელი დარჩა არ დარჩა იმიტომ რომ მწვრთნელი ვინც იყო შარშანაც შუაში წავიდა ხო ერთი მწვრთნელი და ის ახლა დღეს სომხეთში მუშაობს აი შარშან ვინც იყო ოფიციალურად თავრიცხოვად ვინც ეწერა ეხა არის ნუნუ კოშტა მთავარი მწვრთნელი ვინც
ვინც ეწერა ისიც წავიდა ჩინეთში წავიდა სამუშაოდ მაგრამ თავარი მცველი ფიქტურად სხვა იყო თავარი მცველი და ის ადამიანი დარჩენილა დავინახე თამაში რო გამოვიდა ცნობილი ფეხბურთელია და ახლა ნათამაშები აქვს და არც თუ ისე დაბოლოებისკენ პირიქით ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები აქედან გამომდინარე ჩვენ რო საუბრობთ მან ისევ რაც ახასიათებს გორიზილას მოიყვანა ბევრი ლეგიონერი მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით აქ ქართველი ფეხბურთელების როლი არის გაზრდილი იმიტომ რომ იქ შეყილაძე დარჩა ბუღრიძე დარჩა შენ აღნიშნე რომ კიკაბიძე მოვიდა კაი ბიჭია ძალიან და ეს ითამაშებს მე დარწმუნებული ვარ რუხაძე ახალგაზრდული ნაკრების მარცხენა მცველია გუნდში ასევე კერესელიძე მშვენიერი მეკარია და რაღაცა ქართველი ფეხბურთელები შეიკრადეს სინთეზი უცხოელებთან კაი უნდა გამოვიდეს თან ორი ძალიან ცნობილი პორტუგალიელი მოიყვანეს ორივე ცენტრალური მცველი ეხა ერთი ეს ძალიან კარგი სივებით მოვიდა ხო ნუ ეხა პარი სენ-ჟერმენი გამოვლილი ბენფიკა გამოვლილი იქ რაღაცა სხვადასხვა გუნდები მონპელიეში თამაშობდა ეს ნუნუ მენდეში წლების განმავლობაში და ეხა 34 წელი არ არის სასაკერო ვთქვათ რომ ხო მაგრამ შარშან არგენტინის ნაკრებში ნათამაშები ძანეტიც კი ვნახეთ ძანეტი არ იყო რა ხარი იყო ძანეტი იყო მე მგონი არა ძანეტი ნავეტანი მოგვივიდოდა კრისტიან ძანეტის ძმა კაი ეხა მე მოძებნი მაგრამ არა უშავს ეგეთი კაციც იყო არა ძალიან რამ დამავიწყე გას იმის გონი თელავში იყო არგენტინაზე 5 თამაში ქონდა არგენტინის კი 5 თამაში და ძალიან საინტერესო ფეხბურთელი იყო უბრალოდ მე მგონი ასაკი ქონდა დატყობილი ასაკი არა ნუ უფრო ალბათ პიკი ქონდა გავლილი და კი ის სხვათა შორის გორის დილად იმ რიკარდო კოშტა გვარი ხა ზუსტად ვერ გავ ნუნუ მენ ნუნუ კოშტა ვთქვი რიკარდო კოშტა რომელიც თავის დროზე პორტუს კარგი ფეხბურთელი იყო და პორტუგალის ნაკრებშიც და ეხლა იღებს პრო ლიცენზიას უბრალოდ ოფიციალურად არ წერია ამ განაცხადებში და ძალიან კარგი მწვრთნელია და რაღაცა კარგი სტაფი ყავს და საფეხბურთო კარიერა ქონდა ძალიან შთამბეჭდავი და გორის დილა იქნება ალბათ დღევანდელი განსახედიდან ერთ-ერთი ფავორიტი აუცილებლად იქნება გორის დილა. და დისტრიბუტორი გუნდის სტატუსი მიიღო ძალიან ბევრი მისი ფეხბურთელი მე შემდეგ უკვე საქართველოშიც დარჩა ორი მწვრთნელი რომელმაც გაამართლა ერთი დემჩენკოვიც ბათუმის დინამოში ითამაშა წინა მწვრთნელი რომელმაც კონფერენს ლიგაზე გაიყვანა სომხური დემჩენკოს წარმატების რაგი ანუ საქართველოს პირობებზე ძალიან ბრძოლის ტიაგო მოთა იყო ხო ნუაში რო გადავიდა ხო და ანუ ტრანსფერები რაღაცნაირი ბიზნეს ფორმულა შემოიტანა დილამ ძალიან მკაფიოდ კი დილა არის ერთ-ერთი ის იშვიათი გუნდი რომელიც ყიდის ფეხბურთელებს შემდეგ ყიდის ცოტა შეიძლება ვიღაცას უხეშად მოხდეს ყურში მაგრამ ესია რა ხა გასხვისება ვთქვათ თუ რაც გინდა ის ვთქვათ ჩვენ ბაზარზე ესია ფულს იღებს რა კი ბატონო დინამო თბილისი არის მე მგონი ყველაზე საინტერესო კლუბი მე სხვათა შორის აი ვისგანაც მეცველოდი არის დინამო თბილისი ვიწრო საფეხბურთო წრეებში ხა პირველად ვამბობ ასეთ რაღაცას მე ვიძახდი რომ ამ შემადგენლობას აქვს ერთადერთი პრობლემა რომ ქვია დინამო თბილისი და ქართველი გულშემატკივარი არ მიიღებს არანაირ შედეგს დინამო თბილისისგან რომელიც არ არის ჩემპიონობა მხოლოდ და მხოლოდ ეს ამბიცია უნდა კონდეს ამ კლუბს ჩვენ ესე გავიზარდეთ და ამას ველოდებით სხვა სახელი რომ ერქვას შესანიშნავი გუნდია ყველას ძალიან მოგვეწონებოდა ძალიან მაგარი იყო რომ ყველა თავისი მოთამაშე თუ არ ვცდები მეორე ტურში ყავდა პირველ თამაში იყო მეორე გადაიდო რომ ხო მე ოფიციალურად მეორე ტურში აკადემია გამოვლილი არიან იქ გამოცდილი ფეხბურთელებიც მაგრამ ძირითადი ბირთვი არის თქვათ 23 წლამდე ბიჭებით დაკომპლექტებული რაც რეალურად შედეგის მიღწევის თვალსაზრისით არის ურთულესი რა დინამო თბილისის შემადგენლობით შარშანაც იგივე იყო თასის ფინალისტი მქონდა მე საუბარი და რა არის იმდენად აშკარა ფავორიტები ხართ რომ ეს არის თქვენი პრობლემა მე ხო დაცვის ხაზიდან დაწყემ ნუ მეკარი ახალგაზრდული ნაკრების მეკარი დაცვის ხაზი ან ეროვნულის წევრი იყო ან ახალგაზრდულის წინა ხაზიც იგივე იქ ლეგიონერები და აი უბრალოდ როგორ შეიძლება რომ ეს გუნდი იყოს ესეთ მდგომარეობაში შარშან დაამყარა 35-37 ჩემპიონატი ეს 36 ჩემპიონატი ის ანტირეკორდი ხო? ავიდა მე-7 ადგილზე გუნდი რაც საოცრება არის და ეს ფეხბურთელები ახლა ვინც არიან გუშ. უბრალოდ დინამო თბილისს აქვს ერთი რაღაც რომ შუა სეზონში ფეხბურთელი წავა, როგორც სხვა ქართულ გუნდებსაც. ახლა შარშანაც იგივე იყო, ხო? შარშა რა მოხდა? ქუთაის ტორპედოდან წავიდა არაბიძე, იბერიადან წავიდა ნონიკაშვილი და მაშინ კიდე წავიდა ვიღაც და ბათუმიდან წავიდა მამუჩაშვილი თუ არ ვთქვი ზაფხულში ზუსტად აი წამყვანი ფეხბურთელები და მიდიან შუა სეზონში როცა უკვე გადამწყვეტი ნაწილი იწყება სეზონის და ჩემპიონობისათვის და იგივე არის დინამოში ძალიან ბევრი ძალიან პატარა ასაკის ფეხბურთელი მიდის
ძალიან პატარა ასაკის ფეხბურთელი ნიუკასლში თუ წავიდეს. როგორც ვახოსალია შემთხვევა. ნიუკასლში თუ წავიდეს, მაგრამ იქ რაღაცა არ მინდა ქვეყნები ჩავთვალე, ამანდენი ქვეყნებში რომ მიდიან და რისთვის მიდიან და საერთოდ ახლა გასაგებია ხო ვიღაცას უნდა და თulis რომ ეს მისთვის ტრამპლინია წავიდეს და ხანდახან ცოტა ძალიან ცუდად ხდება გულშემატკივრის ამ შემთხვევაში გულშემატკივრის პოზიციიდან ვლაპარაკობ ყურს რომ დინამოდან ფეხბურთელი გადადის და სადღაც მიდის რომელიღაც გუნდში და აუ დიდი მადლობა მე მოვხვდი რაღაც ისტორიულ გუნდში და იმას აი ეს არის დინამოს თავი პრობლემა ვერი თავისები რომ საიდან მიდიან რომ შენ ხარ დინამო თბილისი და ის გუნდი დინამოსთან შედარებით არაფერი არ არის საერთოდ რამდენიმე ქვეყანაზე უფრო ასაკოვანი გუნდია ევროპის მასშტაბით დინამო ეხლა მოდი სიმართლე ვთქვათ და ზუსტად მაგ ქვეყნებზე ვლაპარაკობთ მაგრამ მეორე მომენტია როდესაც ანაზღაურებას აი ეგ არის ზუსტად ეხლა ვერ იტყვი რომ უბრალოდ დღეს ეხლა არ ვიცი თავარი არის ბიზნესია ფეხბურთიო შენ თქვი და აქ ანაზღაურებაზეა ლაპარაკი რა როდესაც ვიდიან და იმ ადამიანისაც მესმის რა ეხლა 15 ჯერ და 20 ჯერ მეც რო თავაზობენ წახვალ რა იმიტომ რომ ეხლა ხვალ შეიძლება გადაგიტრიალდეს ფეხი ცუდად და საერთოდ დაასრულო კარიერა ხო მე რაღაც ცხოვრება ინანო და უკვე აი დღევანდელ კვერცხს ამჯობინებენ რა ანუ აი ეს პრინციპი არის ზუსტად რომ მოდი დღეს წავალ რა ხვალ რა იქნება ხო არ ვიცი არიან ფეხბურთელები რომელთაც პირიქით გააკეთეს და უმეტესობა მოიგო ამით და მე უკეთესი კარიერა ქონდა და უკეთესი პერსპექტივა ქონდა. მაყურებელი რო არ გადავღალოთ ესე სათითაოდ თქვათ შევახსენოთ რომ მეხუთე ადგილზე არის სამგურალი, შემდეგ მოდის თელავი, გაგრა, გარეჯი და კოლხეთი. ნუ ბოლო ადგილზეა ტორპედო ამის შესახებ ვისაუბრეთ. საერთოდ ჯამში მე ორ-ორი თამაში მაინც ვნახე ამ გუნდების. სამგურალიც, თელავიც, გაგრა ყველაზე მეტად მომეწონა სიმართლე რო გითხრათ. მაგრამ შემადგენლობით ჩვენიერი გუნდია და გარეჯი ძალიან ბრძოლის უნარიანი გუნდია და კოლხეთისგან უბრალოდ გაგვიკვირდა რომ 5 ტური მოანდომა 4 ქულის დაგროვებას, მაგრამ ნუ მაინც დააგროვა და ალბათ იქ რაღაცა გაძლიერება საჭიროებს ეს გუნდი კონკრეტულ პოზიციებზე, თორემ მწვრთნელი ფანტასტიკური. აი საშუალო ასაკი გასაგებია, მაგრამ დავაკვირდებოდი კოლხეთის თამაში როცა ვიყავ, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი არის 27 წლის. ხო. აი ხარ აზრ ვლაპარაკობთ ხო ხა 27 წლის ზოგიერთი რაღაცა კარიერას არ იწყებს, მაგრამ რაღაც გადატვირთვის ვარიანტი აქვს ხოლმე და უკეთესი და აქ ხა 16 წლის გამოვიდა საერთოდ კოლხეთში უნიჩიერესიეს ბარტიშვილი მის ბოლო თამაშს ხალტუბოსთან და 16-27 რომელზედაც თქვენს რომ ტურინის იუვენტუსი ჩქარობს. ხო, ნუ რაღაც არის რაღაც ვარიანტები, ბევრზია მსგავსი რაღაცა და ასეთ ფეხბურთელები არიან და ყოველთვის ყავთ ვარსკვლავი აბუაშვილი. კი, ნუ აბუაშვილი, რა ვიცი, ითამაშებს ალბათ, იმიტომ რომ აბუაშვილი უნდა ითამაშოს აუცილებლად. აბუაშვილის მომენტშიც იყო ალბათ რომ იჩქარეს მისი გაშვება. პორტოში. ხო, ნუ რა ვიცი. არ გაამართლა პორტუში, აქ პორტურო წერა პორტუშის არ წასვლა, პორტუს მეორე გუნდში წავიდა და შეიძლება ესეც იყო რაღაცა თუნდაც ფსიქოლოგიური მომენტი და აი გუნდები რას ვქით ახლა წყალტუბო თავის იტალიელი მწვრთნელი. საინტერესო სპეციალისტი ხა. ცალკე შოუა იტალიელს უნდა უყურო მარტო მიხვიდე სტადიონზე და მისი ქმედებები უნდა ნახო, ეგ კიდე ცალკე თემაა. ვანოლის ძმა, ეს ცნობილი ვანო. ტორინო ესეც საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო თავის დროზე და ეხლა ჩემთაობას ის ძმა ვანოლი უფრო ახსოვს. ის ვანოლი ხა ტორინოს მწვრთნელია. კი, იგივე ხა ფოთშიც არის რესურსის და კახაც ჭხეტიანი ძალიან ნიჭიერია და კარგი მწვრთნელი ხა. გაგრა შემადგენლობით რო აიყოთ, გაგრა მოიყვანა რამდენიმე ხა ოქრიაშვილი დააბრუნა, გაბედავა დააბრუნა ესე, იმიტომ რომ ესენი გაგრადან დაიწყეს მათ თავის კარიერა, რეხვიაშვილი მოვიდა, იქ კიდე სხვა ფეხბურთელებიან, გაგრაც კაი გუნდია და რაღაცა გაგრას თავისი პეცი აქვს, გაგრა რა. აი რაც არ უნდა იყოს, აი ეს გაგრა უნდა იყოს, უნდა არსებობდეს ესეთი გუნდი. სულ მაგას ვიძახი და მადლობა უნდა უთხრათ. უთხარი კიდე საჯარო ტელევიზიითაც ბევრჯერ მithქვია, პირადადაც რომ გაგრა როცა არსებობს გუნდი უკვე ძალიან მაგარ და მაგარ საქმეს აკეთებს ის ადამიანი, ვინც დიდი დატვირთვა აქვს გარდა ფეხბურთისა ამ კლუბის არსებობას. დღეს ეხლა ესე გამოკვეთილად ჩვენ როსავ ეხლა შემდეგ ტურში არის ზუსტად წლების მერე ძალიან დიდი ხნის მერე კახური დერბი. ხო არ აი ბოლოს როდის იყო? მე მგონი გურჯაანი თელავი იყო ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში ესეთი დერბი. გურჯაანი თელავი იყო. არა, გურჯაანი თელავი არა, თელავი ყვარელი იყო ბოლო დერბი. ეს იყო 95 წელი თუ არ ვცდები, ხო 15 წელია გასული. სადღაც ესე 30 წელია, რაც კახური დერბია სულ რამდენი თელავი, გურჯაანი, ყვარელი და ცნობილი წნორის მილანი ხიზიკის გუნდი. მეტი კახური გუნდი არ ყოფილა უმაღლეს ლიგაში და ეხლა თელავი ეს ახალი გუნდია, ის ძველი კახეთი არ არის, ახალი გუნდია და ესეც აღდგენილი გუნდი, გარეჯი, ესეც აი ეს ორივე გუნდიც აი
ენთუზიაზმების ხარჯზე, ენთუზიასტების ხარჯზე გაკეთებული გუნდებია და კარგია რა, მათ მადლობის მეტი არაფერი არ ეთქმის და აი წლების მერე კახური დერბი ძალიან საინტერესო იქნება. იქ მარტო ტრიბუნაზე უნდა იჯდე და შეიძლება მაგრად ისიამუნო არა ყურებით, არამედ სუროფერბურთს არ უყურო. სმენითაც ხო. მე მაგ რამდენიმე ვერსიაში რაც შეიძლება დაერქვას ამ დერბის, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ვერსია ელ კლასიჯო. ნახოთ, კარგი იქნება სავარაუდოდ, საყურებლად კარგი იქნება და ეხლა თელავში სტადიონზე ყოფნას არაფერი არ ჯობს ღირსეულად. ძალიან კაია, იმიტომ რომ ეხლა ამ რეგიონში დიდი ჩვენ ძირითადად ვიცით ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრების ენაკვიმატობა. კახური გუნდები არ იყვნენ უმაღლეს ლიგაში დიდი ხანი, თორე არავის არ ჩამორჩებია. მაგ თვალსაზრისითაც ღიუმრი რო გვერდზე გადავდოთ, მართლა აღმოსავლეთ საქართველოს წლები გუნდი ახავდა და უხერხული იყო უბრალოდ. საერთო ჯამში აი ამ ტურში კიდე ერთი დერბია, ეს ბოლო პერიოდში ყველაზე ისეთი გამორჩეული იმერული დერბი ქუთაისის წყალტუბოა. აქაც ძალიან მნიშვნელოვანი, ერთმანეთთან და უბრალოდ რაც დაბრუნდა წყალტუბო, ზუსტად აბსოლუტურად თანაბრად მოგება წაგება თანაბრად ფავორიტი არაფერი არ. აი საშინაო კედლების ფაქტორი საქართველოში რამდენად არის მნიშვნელოვანი? მოქმედებს, იმიტომ რომ აი ფოთი გაგრაზე ვიყავი წინა ტურში, ფოთში პირველად ითამაშეს თავის განახლებულ სტადიონზე, შვენიერი სტადიონი, ძალიან კარგი. და აი პირველი სადღაც 15-20 წუთი აი ამ გულშემატკივრის ემოციით ითამაშა გუნდმაც რა ამ შეძახილებით და ძალიან აჯობეს თუმცა უბრალოდ გოლი ვერ შეაგდეს და მე მეორე ტაიმი გაგრამ მართლა დაალაგა თამაში და მოიგო ის თამაში დამსახურებულად და აი ეს პირველი რაღაცა წუთები იყო საკუთარი კედლების ხარჯი აი წყალტუბოს სამგურად რაც არ უნდა უცნაური იყოს თუ ვიძახი ამას ეხა თამაშობენ წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში ხო იქ როდესაც თავის სტადიონზე ბრუნდებიან ხა რაღაცა ბალახის გამო იყო და იმედია მოგვარდა ეს საფარი საბოლოო და გადავლენ აპრილის ბოლოს როგორც მითხრეს დინამოსთან თამაში უწევს პირველი იგივე აი წინა წლები დინამოსთან ისეთი აჟიოტაჟი ქმნიდა გულშემატკივრო იხსებოდა მე ნანახი აქვს ეს აჟიოტაჟი და აი სხვანაირი ჟინი თამაშობენ სხვანაირი რაღაცა მონდომება აქვს ფეხბურთელებს იგივეა გორი რა თქმა უნდა იგივეა ქუთაისი ხა ქუთაისი თავის სტადიონზე გასაგებია ფაქტობრივად აბონემენტის გაყიდვა დაიწყეს ძალიან კარგი მარკეტინგული ნაბიჯია ეს სიახლე იყო და სხვა შორის საჭირო იგივეა ბათუმი ქუთაისის როცა მოუგო ნახე ხო ჩემი თვალით ნახე აი რაღაცა ჟინით მონდომები და შემდეგ თამაში უკვე არ დინამოსთან მეტი მოვიდა გულშემატკივრო და უფრო კარგი გულშემატკივრობა იყო აი ეს არის რა ფეხბურთი სხვა კი არაფერი რომ იმ გულშემატკივრად ხელოვნურად გულშემატკივრს ვერ მოიყვან შენ რო დაანახებ რომ შენი გუნდი მაგრა თამაშობს და ყველაფერს აკეთებ დაძახებაც არ დაჭირდება არავის არ დაჭირდება დაძახება პირიქით მოვა და აქეთ ფულსაც გადაიხდის ეხა ის ვიღაცეები ძახდა ამაში ფული უნდა გადავიხადო და უფასო არ უნდა იყოს ის უნდა იცოდე რომ შენი ქალაქის გუნდი როა ნებისმიერი ის ამ გუნდის სალაროში შედის თუნდაც ის ლარი რაც არის არ ვიცი 5 ლარიყის მე მგონი ბილეთი ყველგან მე მახსოვს ლიცის მაგალითი როდესაც გუნდი კოტრდებოდა გულშემატკივარმა მოითხოვა ბილეთების გაძვირება რომ ოფიციალური გზით დახმარებოდნენ კლუბს ქვეყანაშია მსგავსი დავით ეხა რომ გადავხედოთ ჩვენ 10 გუნდს კრისტალბეთ ეროვნული ლიგისას გაგრას არა აქვს ოფიციალურად სტადიონი გაგრას სამწუხაროდ იმედია დროებით არა აქვს ეს ქალაქი ხო იბერიათ არა აქვს სტადიონი რომელიც თქვა შარშან თამაშობდა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ეხა მიხეილ მეცხზე გადაინაცვლა სამგურალს უწევს მოგზაურობა რადგანაც მინდვრის საფარის პრობლემაა თავის ქალაქში უწევს ხო მაგრამ თავის ქალაქი როა მაინც არ ითვლება გეთანხმები თელავს აქვს ხოლმე პრობლემები მაგრამ მე მგონი აქაც მოგვარდა არა არ მოგვარებული ეს რაგბის სტადიონზე თამაშობ რაგბის მაგრამ თავის ქალაქში რაგბის არის და გვჩება გარეჯი სადაც მე როგორც ვიცი მიმდინარეობს სამუშაოები არაფერი არ მიმდინარეობს ჯერჯერობით უბრალოდ ჯერ არის პროექტის დონეზე სურვილის დონეზე საერთოდ ახალი სტადიონის აშენებაზეა ლაპარაკი საგარეჯოშიც და წყალტუბოში თქვა შორის ახალი სტადიონის აშენებაზეა საუბარი და იმედია დაალაგდება იმიტომ რომ ის ხელოვნურ საფარიანი მოედანი და ის ინფრასტრუქტურა რაც არის საგარეჯოში ნუ ვერ აკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის დონეს ვერ აკმაყოფილებს ეხლა რომ შევაჯამოთ ევრო ტურნირების კომპონენტის გამოკლებით რა თქვა რას ხედავ არის პროგრესი არის რეგრესი თუნდაც გასულ წელთან დაკავშირებით ჯერ ადრეა პროგრესზე საუბარი სეზონი ახალი დაწყებულია უბრალოდ აი კი ყველაფერს ხა მე ჩართული ვარ ხო თავიდან ბოლომდე რაც კი დაიწყო ეს ეროვნული ლიგა მე-9 სეზონია უკვე რა და მე დავრჩი მარტო იქიდან ვინც ვიყავით თავიდან და აი სულ რაღაცა მცდელობა გვაქვს უბრალოდ მაინც პრიორიტეტი ყოველთვის იყო
აი ბოლო პერიოდში ეროვნული ნაკრების გასვლა, ახალგაზრდული ჩემპიონატი რაღაცა და ეხა რაღაცა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს რაღაცა შეფუთვა, იქ წინა სამატჩო გადაცემა, ცენტრალური თამაშის წინ, ეხა ცენტრალური თამაში არ არის მხოლოდ ესე ცენტრალური პირველ და მეორე ადგილზე რო ხდებიან, ეხლა თქვით კიდევაც და ავიღეთ რომ პირველ წრეში რაც იქნება, მოდი ავიღოთ გამორჩეული მატჩები, იმით აი რაღაცა პრინციპი და ყველა ქალაქში ჩავიდეთ. ეხლა თელავის საგარეჯო არ არის ცენტრალური თამაში. გასხრილიდან გამომდინარე არ არის, მაგრამ იმ თავისი მნიშვნელობით არის გამორჩეული და ამიტომ ჩავალ წყალტუბოში თავზე ერთ ორი ქალაქი ხა დაგვჭა, მე მგონი, არა, დინამოზე არ ყოფილვართ ჯერ, იმიტომ რომ ისე დაემთხვა კალენდარი რომ დინამოზე, მაგრამ შემდეგ დინამოს ბევრი მოუწევს, იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თამაშები, ასე რომ აი ეს შეფუთვაც შეიცვალა წელს, მარკეტინგული თვალსაზრისით ფერები რაღაცა ბურთი ელემენტარულად ის და რაღაცა მომენტი ჩვენი ბურთი მზადდება ხო სპეციალური სპეციალური ბურთი კი სპეციალური ბურთია სახელობრივი მაკრონის ბურთია ჩოლოთ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თავისი ფერებით და სხვაგან არცად არ არის ეს მარტო ჩვენ ეროვნული ლიგაშია და აი შეფუთვა რაც არის ეს ყველაფერი იცი რა არის არ არის საკმარისი მაგრამ რაც თავი ეს ყველაფერი დაწყებულია და მიდის მუშაობა აი იგივე შემდეგ წელს იქნება მე-10 ეს ეროვნული ლიგა ხო რაც ამ ფორმატით ტარდება კიდე უფრო მეტი სიახლეა დაგეგმილი კიდე უფრო მეტი რაღაცაა და ამ შეფუთვით ინტერესი ჩდება და ხანდახან არის ხოლმე რომ აი კიდე ვიმეორებ არის ძალიან ბევრი ქვეყნის ჩემპიონატი რომელსაც ვიღაცა უყურებს და ლამაზია უბრალოდ იქ მაგრამ თამაშის ხარისხი აი იგივე ტორპედო ბათუმის თამაში იყო სხვადასხვა თამაშები რომ აი დაძაბულობით უყურებ და ძალიან კაი თამაშია სანახაობაც გაგრა ტორპედო იყო პირველ ტურში რაც არ უნდა უცნაური იყო ძალიან კაი საყურებელი მაგ თამაშს უყურებ სუ მომენტი იყო თან გათოვდა რაღაცა ის იყო და იმდენად საინტერესო იყო რომ ეს ეხა მეთქი განსხვავებული რო იყოს განსხვავებული შეფუთვით განსხვავებული ეხა ჩაოლებროთ უყურებდა ნუ ხა იმედი არ მიწყედენ ბელგიის ჩემპიონატს ნუ რავის ეხა მეც ეგ თამაში თუნდაც მეც მინახავს ბელგიაც ნიდერლანდები არ გულისხმობ ეხა აიაქს და შენ გახსოვს ეხა მიქაუტაძე სერენში რო იყო და ბელგიის მეორე ლიგაში რო თამაშობდა ნუ ხა უყურებდით და მართლა ვერ ვიტყვი რომ მე ბევრი მიყურებდა ჩვენ ლეგიონერების გამო თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის რაღაც ჩემპიონატები მაგრამ ერთადერთი რაც არის აი ეს თუნდაც პორტუგალიის ჩემპიონატი გიორგი მაკარიძის გამო უყურებდი ხოლმე გამოაკელი სამი ტოპ გუნდი და საქართველოს ჩემპიონატს შეიძლება ვინმე გაგვაქილიკოს მაგრამ აი დააკვირდით უყურეთ და აბსოლუტურად ყველა მოვიდეს და მე ვიკამათოთ მოკლედ ძალიან მინდა რომ ჩვენი საუბარი საერთაშორისო ასპარესსაც შეეხოს ქართულ ფეხბურთზე საუბარი საკლუბო ფეხბურთზე მომავალში და იმეც ვიტოვებ რომ ეს ყველაფერი ასე იქნება ეხლა უნდა დავასრულოთ სამწუხაროდ ძალიან მალე გაირბინა ამ დრომ, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, პირადად ჩემი დაკვირვებით და შენ უბრალოდ ხო ან არასთქმით დამიდასტური ან უარყავი, ლეგიონერების ხარისხი ყოველ შემთხვევაში ასაკიდან გამომდინარე, მე მგონი აი ეს საკითხი დღეს უფრო უკეთესია ვიდრე თუნდაც გასულ წელს. კი. ძალიან კარგი, ერთი კვირით გემშვიდობებით, ჩვენ მომავალ პარასკევს ისევ მთავარ სპორტულ თემებზე ვისაუბრებთ.